ყველაფერი მევიკელი და ავჭამე არ უსვი და ქეჩამოვედი აქანა სიმონ ქევნახი აქაურობა სიმონ მევიკელი ყველაფერი მაგრამ და ავჭამეთ და არ უსვით და არ დევიძინეთ და ქემოვედით აქანა ეს მაინც ნახე დუომოდან მოგესალმებით მოკლედ დუომოსთან მოვედით ეხა მილანში ჩამოვედით გუშინ ღამე ბაიკი სადღაც იქით აყენია და იმედია რომ მივაგნებ არ ვიცი სად დავტოვე ზუსტად აქ გეგმა გვაქვს რომ ლუინი ჭამოთ აუცილებლად შეუძლებელია მილანიდან ისე წავიდეთ რომ ლუინი არ მივირთვათ ლუინის მერე აქ არის ასატლეკი ნაყინი და მაგასაც ავტლიკავთ და მერე იდეაში ავალთ უკვე ვიჩენსასკენ ვიჩენსაში გველოდება 6-4 დაგათვალიერებინებ თქვენს ვიჩენსას აუცილებლად მანამდე ეხა აგერ განახებთ ლუინს როგორ გადავირტყავთ და შევიზელთ სახეზე მე ცოტა ხანი ვიკატავებ ქალაქში მე წავალ უკვე რა აი მეგობრებო ეგეთი ამბავი გვაქვს მილანში ცენტრში დუომოს გვერდზე არის ესეთი საცხობი და ერთ-ერთი ტოპ ლოკაცია არის რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ და დააგემოვნოთ როცა მილანში მოხვდებით აი ესეთი მაგარი არის ლუინი აწერია შეგიძლიათ დასერჩოთ და შებრძანდეთ აი გემრიელესი რაღაცეები არის ხაჭაპურს და ხინკალს რა თქმა უნდა ვერ შეედრება მაგრამ აქაური ძალიან გემრიელობები არის და აი დაახლოებით ესე გამოიყურება აი აი ეხა დავაგემოვნებთ ჩვენს და მოგიყვანთ მე აი ესე გამოვზიდეთ მთელი ლუინის მაღაზია ეხლა სადმე მოკალაცდეთ აქვე და მივირთვათ მართლა ძალიან გემრიელი მაღაზია არის და ყველას ვინც მოხვდებით დუომოსთან მილანში აუცილებლად მოდით აქაც იმიტომ რომ მე-4 ჯერ თუ მე-5 ჯერ ვარ ლუინში და მილანიდან არასდროს არ წავსვლა რაკაურობის გარეშე იმიტომ რომ მართლა უგემრიელესი საჭმელი არის და საცხობი მონატრებულზე ხაჭაპურის მონატრებას ცოტა ხო, მოკლედ ეს არის კუთხე, სადაც ვისაც სურვილი აქვს, თავის ძველ ჩაფხუტს ჩააგდებს აქ. ამ ჩაფხუტებს მე ერთიანად წაიღებენ, გადაამუშავებენ და უკვე სხვადასხვა ნივთებს აწარმოებენ ამ ჩაფხუტების განაღოდ. ჩაფხუტებს არა, შეიძლება ოშე სხვა რაღაცა აწარმოონ რა. ეგეთი პატარა საწყობი აქვს, აი, ოღონ როგორი ჩაფხუტები ყრია, იცი? აი
ნებისმიერი რო აიღებდა და დაიფარებდა და ივლიდა სახელმწიფოს, ძველი მოდელებია რა, დაძველებული არის წყლოვანებით და მაგის გამო არც არაფერი არ ჭირს რა, შეგვიძლია. ცა ეს რა, შოი მაგალითად. აი ესეთი ჩაფხუტი არაფერი არ ჭირს ვიზუალურად, არც შიგნიდან არ ჭირს არაფერი. პროსტო ძველი მოდელია რა. ვიღაცა მოვიდა ჯიგარი, ჩააგდო. და მე აი მაინც არ წამი. აი ესეთი სკუტერის ჩაფხუტი არის, AGV არის ორიგინალი. მოკლედ ამ ყოველ ჩაფხუტებს აქ ტოვებენ. მე ამებს წაიღებენ ერთიანად, გადაამუშავებენ და ან ხელთათ მას შექმნიან, ან რაღაცა სამუხლეს შექმნიან, ან რაღაცას რა, რაც შეიძლება რომ გამოიყენონ. ამისგან. მოკლედ ეს არის უახლესი ტექნოლოგია, Dynesis, Alpine-ის აქვს მსგავსი ზუსტად და Pitstop Moto-ში არის ერთი წარმოდგენილი მოდელი. აი ამას ძალიან მარტივი. ოპა და გაიბერა ეგრევე წაქსევისას ეგრევე იბერება და ძალიან დაცულად ხარ მე წინა მკერდი და ზურგის მიდამოები გაქვს ძალიან მაგარ დაცვაში. ძალიან კარგი რამე არის, უბრალოდ ჯერჯერობით საქართველოში ამის კულტურა ცოტა არ არის, იმიტომ რომ ძვირი ჯდება. მაქედან გამომდინარე, კაფსულები ეს არ არის ერთჯერადი, უკან კაფსულები უზის, რომელსაც გამოცვლი, თუ წაიქცევი მაგ შემთხვევაში და ისევ ახალივით არის შემდეგ რა. ჯერჯერობით საქართველოში ქურთუკების ერა გვაქვს, მაგრამ ნელ-ნელა წამოვა უკვე ამისი ერაც და მიხვდება ხალხი, რომ ესე ძალიან პრაქტიკული რამე არის. კაი, აგერ არის აი. ავიღეთ მთელი მაღაზია. მოკლედ ჩარშან რო აქ ვიყავით, ძალიან დავამახსოვრეთ ჩვენი თავი და რო შემოვედი ეგრევე მიცნო, შენ საიდანღაც მახსოვხარ, რომ ოღონდ მართლა ვამბობ ამას გადაობის გარეშე და აი ეს მაჩუკა ეხა როცა გაიხსენა და როცა ვაჩვენე YouTube-ზე რო თვითონაც ჩანდა ვიდეოში და შემდეგ, მოკლედ აი ეს მაჩუკა ეხა და ძალიან გამიხარდა. თითქოს არაფერი, მაგრამ ძალიან კარგი ვაიბი წამოიღო, უცებ ძალიან მაგარი რა. აი ესეთი ძალიან საყვარლობა დასაკინებელია. ძალიან საყვარლები არიან ესენის მაჩუკას, ეხა ოღონდ ოპა თითქოს არაფერი ხო, ეს სტიკერია და ჩამოსაკიდებელია რა, ანუ აი არაფერი ხო აბსოლუტურად, მაგრამ ღირებული, მაგრამ აი ყურადღება იმდენად დადებით ემოციას იწვევს, რომ ვინც კი მოხვდებით ახლოს ვიჩენსასთან, მილანიდან არის სულ რაღაც 2 საათის სავალი და გირჩევთ ყველას რომ მოხვიდეთ და ძალიან მოგეწონებათ აქაურობა, პირობას გაძლევთ მაგისას. ეხლა დავავალოთ ჩვენი ნივთებს მოგცემენ და გავიდეთ გარეთ გავაკეთეთ unboxing-ი. Bye, see you. Opa, მოდი აგერ დავუჯდეთ როგორც ჩარშან, ზუსტად იგივე გავიმეოროთ ყველაფერი. მოდი, ეს ჩვენი სამახსოვრო სტიკერები, 20%-იანი ფაზაკლება გვაჩუქეს კიდევ, შემდეგზეო, ოღონდ როცა მოხვალთო შემდეგზეო არ არისო პრობლემაო. მოდი დავიწყოთ აი ამ პატარა საყვარელი ნივთით, ეს არის ესეთი ჩანთა, ზურგ ჩანთა, ძალიან ლამაზი არის და გოგოსთვის იდეალური არის. ესეთი მაისური შევიძინეთ. ესეთი ჰუდი. აბა ძალიან მომეწონა სხვადასხვა ეს ჰუდი, ესეთი ტიპია. კიდე გვაქვს ერთი სალი, ესეთი მაისური. კიდე გვაქვს ეს და კიდე გვაქვს ეს. გაინტერესებთ რომელია და რა არის და როგორია? ეს არის რა არის ეს? მისი უდიდებულესობა. ხო, მოკლედ, აი ესეთი ულამაზესი ჩაფხუტიც დავიმატეთ ოჯახში. მენანება რომ მოვკიდო ხელი. აი ესეთი ულამაზესი ჩაფხუტი. აი ესე. ხო, მოდი ბარემ ვიტყვი ფასებზე, ხო, იმიტომ რომ ვიცი რომ ბევრი მომწერს და ბევრი მკითხავს მე და რა ხანს სათავად არ გავცე პასუხი, ყველას გეტყვით რა და როგორ იყო. ინოისები აქ არ მაქვს, მაგრამ დაახლოებით მახსოვს ფასები. ეს მოდელი არის 2024 წლიდან გამოდის და ჯერ კიდევ ახალი მოდელი არის და მაგის გამო სრული ღირებულება მოგვიწია რომ გადავინეხა და ეს იყო 1560 და რაღაცა ევრო, არ მახსოვს ზუსტად. ანუ ამას ვამბობ, იმიტომ რომ მაგალითად ჩარშან როცა ვიყიდე აქ ჩაფხუტი, იგივე პისტა ვიყიდე GPRR-ი და ღირდა ნახევარი ფასი, იმიტომ რომ შედარებით ძველი მოდელი იყო, მაგრამ რეალურად მე ყველაზე მეტად ის მომეწონა და გადავიხადე 750 ევრო და ამ ჩაფხუტსაც ავარაუდოდ ალბათ მომავალ წელს გაანახევრებენ და ნუ მომავალ წელს ვინც ჩამოხვალთ, შეგიძლიათ კიდევ უფრო წლევანდელი მოდელები იყიდოთ უკვე ნახევარ ფასში ფაქტიურად. დანარჩენს რაც შეეხება ძალიან კარგი, ანუ რატომ მიყვარს აქაურობა, რატომაც მიყვარს აქაურობა არის ის, რომ
ნუ შეიძლება საქართველოსთან შედარებით არ ჩანდეს იაფი, მაგრამ რეალურად ძალიან იაფი არის ამ კონკრეტულ შოურუმში. მაგალითად ეს ღირდა 10 евро რა. მაისური 10 евро, მე მგონი არაფერი არ არის რა. ეს ჰუდი ღირდა მე მგონი 60 евро თუ ზუსტად მახსოვს. დაახლოებით ეგეთი ფასები და არ მახსოვს ზუსტად რამდენი. ეს მაისურიც რაღაცა 40 ევრომდე რა 20 რაღაცა евро ღირდა ეს მაისური. და ეს ჩანთა ღირდა 100 რაღაცა евро, აი ეგ დაწერია 113 евро ღირდა ეს ჩანთა რა. ხო, ოღონდ ეს ყველაფერი ფასდაკლებით ღირდა ეს ფასები, ანუ დაახლოებით ჩარშან მაგალითად როცა ვიყავი, ეს მოდელები როცა ახალი იყო, ღირდა ორჯერ უფრო მეტი, ანუ ეხა იყო 50%-იანი ფასდაკლებები. ეხა რაც ვიყიდე, მოკლედ ყველაფერი ვიყიდე 50%-იანი ფასდაკლებით, გარდა ამ ჩაფხუტისა. ძალიან დავიმუხტეთ დადებითი ემოციებით და შეგვიძლია ეხა ნალა გავუყვეთ უკვე მოდენასკენ და ბოლონიისკენ. არ ვიცი ჯერ რომელში წავალთ და რას ვიზავთ და როგორ ვიზავთ, მაგრამ ორივეს მოვვლით, მოდენასაც და ბოლონიასაც მოვვლით და განახევთ მაგასაც რას ვიზავთ იქ. ესე იგი მოვახციეთ მოდენაში ავტომოყვარულების სამოთხეში, ეს არის ენცო ფერარის სახლ-მუზეუმი. შევიდეთ, არ ვარ აქამდე აქ ნამყოფი არასოდეს. გავუვლით ახლა რეგისტრაციას, ავიღებთ ბილეთებს და თქვენთან ერთად დავათვალიერებ რა ხდება შიგნით. იმედია გიდიც იქნება და მოგვიყვება ისტორია ზოგადად აქაურობაზე. წამოვა ნახოთ რა გველოდება შიგნით. ერთი ჩუიჩ, როგორც მითხრეს, ანუ 32 евро ღირს, ერთი ბილეთი 32 евро. ამ შემთხვევაში მე დამიშავართ მხოლოდ მოსულები და შევალთ ახლა ჩვენ დავათვალიერებინებთ თქვენთან ერთად და ნახოთ რა გველოდება. აბა შეგინდა აქედანვე უკვე ჩანს როგორი სიფსიხეები დგას შეგინით რა. მაჟრიალებს. 1973 წლის V12 არის 3 და 3 ძრავით 320 ცხენის ძალა, 7500 ბრუნი, 5 სიჩქარიანი უკანა წამყვანი, მაქსიმალური სიჩქარე 295 კმ/სთ. ანუ 1973 წელს 300-ით დადიოდა აი ეს. 1973 წელს, просто სიგიჟია, თო. აი, აქ არის Ferrari 308 GTB 1976 წელს გამოშვებული არის ეს 3 და 0 ძრავი არის აქაც. ოღონდ ეს უკვე არის V8 8 ცილინდრიანი და 280 კმ/სთ სიჩქარე იყო მისი მაქსიმალური სიჩქარე. ეს არის Formula 1-ის ბოლიდი, რომელიც პირველად გატესტეს მონაკოში, როგორც აქ წერია, 570 ცხენის ძალა აქვს და 1991 წელს შეიქმნა ეს მანქანა. 1 და 5 ძრავით არის და მოკლედ ეს ითვლება ეს მანქანა ერთ-ერთი წინაპირობა, ანუ ეს მანქანა ითვლება ერთ-ერთი წინაპირობად, რაც დღეს არის Formula 1-ები, იმიტომ რომ ამ მოდელში დანერგეს ტექნოლოგიები ძალიან ბევრი და ნუ იმ დროისთვის მოკლედ რაღაცა სასწაული ეპოქა შექმნა ამ კონკრეტულმა მანქანამ. აქ ჩვენ წინაშე აყენია ახლა ის სამი მოდელი, რომელმაც შეცვალა ზოგადად Ferrari-ის ეპოქა და კაცობრიობას შეაყვარა ეს მანქანა და ეს მოდელი, ეს ბრენდი ზოგადად, აი არ ვიცი გიჟემდე. Ferrari F40, Ferrari F40 Le Mans Edition-ი და Ferrari F50. მას შემდეგ რაც ეს მანქანები გამოვიდა, ჯერ ერთი ძალიან ცოტა რაოდენობით არის გამოსული და ავტომოყვარულებს და ექსკლუზიური მანქანების მფლობელებს ერთი სული აქვთ ხოლმე, როდის დაიდება რომელიმე მათგანი გასაყიდად, როცა რომ ეგრევე ეცნენ და შეიძინონ.
Lehman Edition 2 მილიონზე მეტი ღირს, ჩვეულებრივი, რამდენად ჩვეულებრივი შეიძლება უწოდო Ferrari-ს, მაგრამ Ferrari F40 1.5 მილიონი ღირს და ასევე Ferrari F50, რომელიც ასევე დაახლოებით მილიონი ღირს. მოკლედ ეს მანქანები არის თავიანთი თანამედროვე ეპოქის, არ ვიცი, ალბათ არ ვიცი, რა შეიძლება სიტყვას ვერ პოულობ, უბრალოდ რა შეიძლება უწოდო აი ამ მანქანებს როგორი ნაკეთობა არის, ხა F40 რამდენჯერმე მინახავს, მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა ნახო, იმდენჯერ იწვევს აღრთოვანებას და გაკარგვინებს ყველანაირ გარშემო, აი ვეიხედე, ვერ ამჩნევ ვეღარაფერს, უბრალოდ გახარ და უყურე, შეგიძლია მთელი დღე იდგე და ესე უყურო და დატკბე უბრალოდ ამ ყველაფერს, აი ამ სილამაზით როგორ იშრომეს და ეს არის ზუსტად ის კონკრეტული მანქანა, ის კონკრეტული მოდელი უბრალოდ, რომელზეც ბოლოს იმუშავა Enzo Ferrari-მ. ამ მანქანაზე მუშაობის დროს გარდაიცვალა კაკრას ბატონი Enzo. ეს არის უკვე F40, მისი უკვე ცოტა გათანამედროვებული ვერსია და რეალურად ეს მანქანა ითვლება თანამედროვე F360 მოდენასა და F420 Ferrari-ს წინამორბედად. სწორედ ამ მოდელისგან აიღეს გარე დიზაინიდან რამდენიმე დეტალი. აი უკიდან მაგალითად 360 მოდენასა და F420-ს ვინც კარგად იცნობს, მიხვდება უკიდან როგორ კარგად გვანან ისინი F50-ს და აი უბრალოდ შეგიძლია იდგე და არაფერი მეტი არ აკეთო, რა მთელი დღე შეგიძლია ესე იდგე და უყურო აი ამ სილამაზეს, რა სიგიჟე არის. 1990-იან წლებში რო ვიღაცა აი ამ მანქანით დადიოდა, აი წარმოდგენაც არ მინდა ვინ იყო უბრალოდ ის ვიღაცა, ვინც აი ამ მანქანით დადიოდა 90-იან წლებში. ხო, მარიამ. მალე მოვალ, მარიამ რა გჭირს? Ferrari-ს მუზეუმში ვარ. ცოტა ხანი დავათვალიერო და მოვალ, მალე რა გჭირს? რას მეჭყობებით? აი, გამოვდივარ რა. წავედი რა. საინტერესოა ბიჭო, ანუ რეალური ნახატები არის LaFerrari-ს, როგორ იქმნებოდა. ანუ აი ეს წინ როგორ იქმნებოდა, არის აი ეს ნახაზები ზუსტად, ნახე. ხუთი ცხენის ძალა აქვს აი ამას. აი ამ ერთ პატარა უზრდელობას აქვს 805 ცხენის ძალა. აი ეს გამოიყურებოდა 1991 წელს ფორმულა 1-ის ძრავი. მიხეილ შუმახერის Ferrari არის, რითიც დადიოდა ბატონი მიშიკო. აი შენი სეხნიასი არის ეს ფოტოშოვის. შენი სეხნია დადიოდა აი ამ მანქანით, წარმოიდგინე. და შენ რას მიაღწიე ცხოვრებაში? არა. მაგაზე მეტზე გაქვს მიღწეული, ახლა ლადოს მოტოლოგი არის ბოლო-ბოლო რა, ჩვენი დაფუძნებული და ვინ არის მიშა შუმახერი, როცა არსებობს მიშა მეხი. წავედით ხა აქეთ. ეხა დაუფიქრდი ბიჭო. რამდენი საერთო არის შენსა და შუმახერს შორის? ხვდები? ის იყო მიხეილ შუმახერი, შენ ხარ მიხეილ მეხი. ორივე აი ხა რასაც უყურებთ დაშლილ მდგომარეობაში ამერიკიდან ჩამოიყვანეს კოპარზე იყიდეს ესეთი რა და ეხა აწყობენ ამას რა და რაღაც ნაწილებს ელოდებიან გამოწერილი აქვს და ჩამოუვათ და იქნება მე აი ესეთი ეს რო დამთავრდება ყველაფერი ჩამოვათ გამოვა ესეთი მე
ამ მაგიდასთან იღებდა ენცო ფერარის სტუმრებს და ის იყო კაბინეტში სამუშაო მაგიდა, სადაც მუშაობდა და ქმნიდა აი ამ ხელოვნების ნიმუშებს, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ და რაც დაგვიტოვა სამახსოვროდ ბატონმა ენცომ. აი ნახე. აი. ეს არის ეგ მაგიდა. არა, კარგად არ ჩანს. მინდი ცოტა დიდხანს გააჩერე. აი ეგრე. ესე იგი, რომ არ მეჩქარებოდეს, კვირაობით გავჩერდებოდი და დავრჩებოდი აქ. ეს არის ლოკაცია, სადაც ნებისმიერი ავტოენთუზიასტის ოცნება არის მოხვედრა და შემიძლია ვთქვა, რომ ავტო-64 აქაურობა ისეთი მოდელები აყენია შეგნ და ისეთი სილამაზის ნიმუშები არის შექმნილი აქ, რომ არ ვიცი, რაღაცნაირი გარემო არის, რომ აქ ხარ, აი რა ვიცი, სხვა დედამიწაზე ხარ, რა არ ხარ ნამდვილ დედამიწაზე. ყველას გიჩვენთ, მოკლედ ვისაც კი ზოგადად ავტომოტოსპორტი გაინტერესებთ, ვინც კი მოხვდებით ახლოს ამ ლოკაციასთან, აუცილებლად მოდით მოდენაში, ეს არის ენცო ფერარის სახლ-მუზეუმი. და არინანებთ ნამდვილად აქ მოსვლას, ძალიან კმაყოფილები დარჩებით და რაღაცნაირად იმოგზაურებთ იმ დროში, როდესაც ქმნიდა ენცო აი ამ ხელოვნების ნიმუშებს, რაც მე უკვე დაგვიტოვა ჩვენ სამახსოვროდ. აუცილებლად კიდე ჩამოვალ აქ და თქვენც გირჩევთ მოკლედ რომ კიდევ მოხვდეთ როგორმე, რავი, რამე ქენით რომ აქ მოხვიდეთ, არინანებთ პირობას გაძლევთ. მოკლედ მოვუახლოვდით იტალიის ბოლო კუთხესაც, რომში ვართ, ეხლა ჩემს უკან კოლიზეუმი არის. ფაქტიურად ნელ-ნელა მივიწევთ საქართველოსკენ და ევროპის ძირითადი მასალა რაც კი გქონდა დაგეგმილი გადავიღეთ უკვე და შემიძლია ვთქვა რომ ბოლო ქალაქში ვართ სადაც რაიმეს გადავიღებთ იმიტომ რომ ამის მერე გვიწევს უკვე გემით გამგზავრება საბერძნეთამდე და საბერძნეთში უკვე აღარ ვაპირებთ იდეაში გაჩერებას საბერძნეთს უბრალოდ გავვილით თურქეთამდე. თურქეთი ხო უკვე გავლილი მაქვს მთელი თურქეთი და ისევ თავიდან გავვილი უკან საქართველომდე და всё, ფაქტიურად ბოლო ლოკაციაზე ვართ, სადაც ახლა გავჩერდებით და აქ რეალურად მთავრდება მოგზაურობის ტური. ეხა უკვე აქედან იწყება გზა საქართველომდე. გაუჩერებლად. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ამ ხელა გამოხმაურებისთვის, ამ ხელა ინტერესისთვის და ამდენი მონაწერისთვის, რომელსაც ძირითადად ვერ ნახულობ, თუმცა როგორც კი დავბრუნდები საქართველოში, აუცილებლად ნახავ ყველა მონაწერს და გიპასუხებთ. ძალიან დიდი მადლობა ესეთი გულშემატკივრობისთვის. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ მეგობარ კომპანიებს, რომლებმაც მთელი ტურის განმავლობაში არ დაგვივიწყეს, გვწერდნენ, გვკითხულობდნენ, აინტერესებდათ ჩვენი ამბავი და მაქსიმალურად გრძნობდით მათ გვერდში დგომას. პირველ რიგში უდიდესი მადლობა Leader Sports, რომელიც არის ჩვენი გენერალური სპონსორი. ასევე უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო Tegeta Motors, რომელიც არის მოტულის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ასევე უღრმესი მადლობა Mobinex და უდიდესი მადლობა Snex. მოკლედ ამ 4 კომპანიის მეგობრობით შევძელით ჩვენ აი ამ ხელა ტური განგვახორციელებინა და ეს პროექტი ბოლომდე საშუალოზე მეტი უკვე გაკეთებული გვაქვს პრინციპში რა. ანუ 45 დღე არის დღეს, რაც წამოსული ვარ უკვე საქართველოდან, 45 ან 46, აღარ ვიცი. ყოფილა დღეები, როცა გამიღვიძია და ვერ მივხვდარა რომელ ქალაქში კი არა, რომელ ქვეყანაში ვიყავ, ისეთი არეულობა მქონია, მაგრამ მივდივართ, ბოლომდე მივიყვან ამ პროექტს და ერთადერთი რაც მინდა გთხოვოთ არის ის, რომ უბრალოდ დალაიქეთ ვიდეო, დაწერეთ რაიმე კომენტარი და გამოიწერეთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ კიდევ ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი გველოდება წინ, როცა დავბრუნდები საქართველოში. არის თუ არა ეს ბილეთი ხალხი, ხა? საათიანი მგზავრობა გველოდება, დილით ვიქნებით უკვე იგუმენიცაზე. დავტოვებთ ახლა მანქანას აქ, ავიღებთ რაც გვინდა, მოტოციკლი შიგნით არის, ჩემი მოტოციკლი შიგნით აყენია ჩემს მანქანაში და მე შინია რომ გული არ ამერიოს, იმედია არ ამერევა. ეს
ჩემი აპარტამენტი არის, აი მიშას აპარტამენტი, ნასტის აპარტამენტი. და შენი აპარტამენტი ცოტა ჩემნაირი არის. და 12 საათი უნდა გავძულოთ ახლა აი ამ რეჟიმში როგორმე. გვაწამეს საბერძნეთი თურქეთის საზღვარზე. ბერძნები მას და თურქებმაც რა, მაგრამ ბოლოს ბერძნები მაგარი ჯიგრები აღმოჩნდნენ რა და დაახლოებით კარგი რიგში გამომატარეს როგორც იცი, აი მინიმუმ 4 საათი მომაგებინეს მანქანების რიგი რა. ანუ ცალკე სხვა ხაზით გამიყვანეს რა და მაგის გამო მინიმუმ 4 საათი მოვიგე ეს მანქანების კოლონა იყო ძალიან ბევრი რა და მაგის გამო იმდენი ხანია ველაპარაკე და რაღაცანი მოვეწონე და გამომკითხა ვინ ხარ, საიდან რატო რამე და კაროჩე მოკლედ 4 საათი მინიმუმ მომაგებინე. მე გადმოვედი თურქეთში და აი თურქები უკვე მე რამდენად მაწამებენ აღარ ვიცი უკვე რა. კაროჩე ჯერ ხო თელი მანქანა ჩამოგვაცლებინეს, რენტგენზე წაიყვანეს ეს მანქანა. მოტოციკლი რატო ხავთო ცალ-ცალკე რატო ხართო მეთქი რა მე ცალკე დავდივარ მოტოციკლით მანქანით ესენი არიან მეთქი რა არა ერთი პიროვნების სახელზეო მარტო ერთი ტრანსპორტი შეიძლება შემოვიდეს ქვეყანაშიო რა მეთქი რავი არ ვიცოდი რა გავაკეთო მეთქი აი შიგნით რო ყოფილიყო მოტოციკლეთი არ იქნებოდა პრობლემა მეთქი შევსვავი ხარა არა ვიხავ აზრი აღარ აქვს კარგი მე სახი გაიძრას ტიპებმა 150 евро გადამახტევინეს მანქანის საბუთში რომ პროსტა რაღაცა ფურცელი მოეცათ რომ აი ამ ფურცელს წადიო და მე იქ სპეცოპერაცია ჩაატარეს ეხაო კარჩეო რომ გიშვებთო ისეო რომ კამერებმა არ დაინახონო აი 150 евро ჩადეო მანქანაშიო რომ წიომნა დავიღოთო რა მეთქი რა 150 евро ბიჭო წაღან გადავიხადე 150 евро არა ვიგო საბუთის იყო ეხაო ისეო რა ჩვენ ჯიგრულ პონჩიო რა აუ მეთქი ბიჭო ქეში მაქვს ეხა 30 евро თუ გინდა მეთქი გადმოგირიცხავ რა ანგარიშზე არა გადმორიცხვა არ შეიძლება ამოწმებენო ჩვენ აკაუნტებსო ამიტომ ქეშიო რა კარჩეო არა გინდა თუ არა 150-ო სახე გაიწრო ტიპა წადიო ეხაო ბანკომატი იპოვეო ბანკომატიდან გამოიტანეო თანხაო მოდიო დაგელოდებითო აუ იმენა კაროჩე ტიპებმა იწამეს და ბოლოს მეთქი ძმაო 30 евро მაქვს თუ გინდა გაძლევ თუ არ გინდა დაველოდებ მეთქი ხვალინერსმენას და ის გამატარებს მეთქი რა ხვალ ვიცი იქნება რა აუჩე მაგრა გაუტყდა შედიო ეხაო მანქანაშიო დადეო სავარდლის ქვეშო რა ეს 30 евро და მეო შენო წადიო რა მეო მანქანა შევმოწმებო და მე ავიღებო და გაგიშვებო კაი მეთქი და ეს 30 евро დაუგდე სავარდლის ქვეშ მივიდა ესე აიღო აი ესე აიღო და ჩაიდო ჯიბეში ისე რომ ვერ დაინახა ვერავის და შევა კარჩეო წადიო რა თავის ფალი ხარო კეთილი მგზავრობაო რა, აი რა უცბაო, აფხელა ქვეყანა, ბიჭო, ჩვენთან არიღებენ, თამს არიღებენ ჩვენთან რავია. ეხა არ ვიცი ბოლოს როგორ არის, მაგრამ კაი ხანი არის ყოველ შემთხვევაში ეს მეკრთამეობა და რა გაგიჭირდათ ბიჭო ესეთი თო იმენა ბულგარეთი, სერბეთი, ლაპარაკიც არ მინდა, რუმინეთის ეგრე არის და აი თურქეთიც ვაუ იმენა აი რა საწამებელი არის იმენა რა, აი თურქეთში რომ კავშირი ამ ქვეყნებში რო დადიხარ, ესე იგი უნდა ეწამო რა, სხვა გამოსავალი არ აქვს რა და ნუ ქრთამები უნდა იხადო აი უაზრო არაფერში, პროსტა იმიტომ რომ გამოგატაროთ რა. ფუ, შეო რავი, რაც თავარია გადმოკვეთეთ საბერძნეთის თურქეთის საზღვარით, ეხლა სადმე რამეს შევჭამთ, ადამიანებს დავემსგავსებით და გამოვაგრძელებთ გზას საქართველოსკენ, ჩემი დედულეთისკენ, სადაც ვიცი რომ ქრთამს არავინ გადამახტევინებს და პირდაპირ შემომიშვებს ჩემს ქვეყანაში ეგრე. წავედით, გავაგრძელოთ გზა. Привет! Ado! ბიჭო მეზიზრება ეს ქვეყანა რა საშინელი ქვეყანა საქართველოში ვარ, bro. ავით წამოდგავ და დავყიდეთ.
კარჩე ბოლო 18 ქვეყნის და 47 დღიანი მოგზაურობის მერე ჩამოვედი როგორც იქნა საქართველოში და ისე მომენატრა საქართველო ვერ აგიხსნით უბრალოდ რა. თურქეთი არის აი უსაშინლესი ქვეყანა, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ქვეყანა თურქეთი სადაც კი ყოფილა როდესმე მაწამეს, ჯერ ბიუროკრატიას რო თავი დავანებოთ, ქრთამები იღეს ტიპებმა, აი რავი, ძალიან ბევრი ქრთამი გადავიხადე, იმიტომ რომ პროსტა გამოსულიყავი აქეთ, ჩემს ქვეყანაში რა. რავი, მოკლედ ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მიხარია, ეხა არ ვიცი რომელი საათია, გვიანი არის ძალიან და აი გაჩერების აი იმდენად ვარ გადაღლილი ემოციურად თურქეთისგან, რომ პროსტა რაღაცას შევჭამთ. და ძალიან წვიმს, მაგრამ იგეს ფეხზე მკიდია, დაუჯდები და ბაიკით უნდა წავიდე თბილისში, რომ ცოტა გავნეიტრალდე და ცოტა მომეშვას რა.